თუ გვინდა რომელიმე ბრძანების ან გაშვებული პროგრამის შეწყვეტა, თქვათ more გაშვებული გვაქვს new file და გვინდა შევწყვიტოთ, მაშინ როგორც ვთქვით, გამოვიყენებთ Ctrl-ს და C-ს და ეს ბრძანება შეწყდება. ამასთან შეიძლება იყოს, თქვათ, გაშვებული რამოდენიმე პროცესი, ეს პროგრამები იყოს 1000 რაღაცა, რაც თქვათ ვიზუალურად არ ჩანს, მაგრამ ეგრეთ წოდებულ background-ად მიდიოდეს ეს ბრძანებები. იმისათვის რომ ვნახოთ თუ რა პროცესები არის გაშვებული, უნდა ჩაუწეროთ ბრძანება jobs. ამ შემთხვევაში არაფერი არ არის გაშვებული. სხვა დანარჩენი მხოლოდ ეს რაცაც ვაკეთებთ ეს არის. თუ თქვათ არის ასეთი პროცესები გაშვებული, გამოიტანდა თქვათ ესეთი სახით. rt რაღაცა შემდეგ იქნებოდა ინდექსი 2 და რაღაცა და ასე შემდეგ. და იმისათვის რომ ჩვენ რომელი ბრძანებაც გვინდა შევწყვიტოთ, ამისათვის უნდა ჩაუწეროთ ყველას თავისი ინდექსი აქვს. kill პროცენტის ნიშანი და იური ან 1 ან 2 თუ რაც იქნება. ახლა მე ამას არ დავაჭერ, არ შევასრულებ ამ ბრძანებას, იმიტომ რომ გაშვებული არ არის აქ არაფერი პროცესი. ხოლო თუ ჩაუწერთ უბრალოდ kills და enter-ს დავაჭერთ, მაშინ ყველა პროცესი შეწყდება, თუ კი რამე არის გაშვებული. თქვათ, შევქმნათ, ახლა გავასუფთავთ და შევქმნათ ორი ტექსტური ფაილი. Downwrite-ის საშუალებით. ანუ შევქმნათ touch test text-ი და edit test text. გადავიდეთ, რაღაც ფაილები მე იგივე სახელებით მქონდა და წავშლი ზედმეტები, რაც გვაქვს new ფაილები, ტესტები წავშალოთ. და ახლა შევქმნათ test text-ი და downwrite text და შევქმნათ, თქვათ, შემდეგნაირად lecture lab, თქვათ, classroom mark notebook lab pen pencil rubber ruler. და შევქმნათ
მეორე ფაილი test1 ტექსტი და write test1 ტექსტი შევქმნათ შემდეგნაირად class lecturer lab notebook blackboard ls ეს ფაილები test1 და ეს ტავრიანი ფაილები ეს შეგვიძლია წავშალოთ, იმიტომ რომ ეს როგორც Word-ი რო ინახავს background-ად შუალედურ ფაილებს, ისე ხდება ხოლმე აქაც და ეს უნდა წავშალოთ. ახლა ნახოთ, თქვათ, რა გამოგვივიდა test-ტექსტი. ეს არის ჩვენი ფაილი და more test1 ტექსტი. ეს არის ჩვენი მეორე ფაილი.